დარწმუნებული ვარ, უამრავი რამის ტოპათი გინახავთ. მაგრამ რამდენ თქვენგანს შეხვედრიათ მათემატიკოსების ტოპათი? მათ გარეშე ხომ არც კომპიუტერი, არც ტელეფონი და არც ინტერნეტი არ გვექნებოდა. დავიწყოთ მე-10 ადგილით. პითაგორა, ძველი ბერძენი მათემატიკოსი, რომლის თეორემაც ყველას გემახსოვრებათ. მე-9 ადგილი. გეორგ კანტორი, გერმანელი მათემატიკოსი, რომელმაც შექმნა სიმრავლეთა თეორია. მისი ნაშრომები უსასრულობებზე გენიალურია. მე-8 ადგილი. ჰენრი პუანკარე, ფრანგი უნივერსალისტი. ის იყო ტოპოლოგიის ფუძემდებელი. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ქაოსის და ფარდობითობის თეორიის განვითარებაში. მე-7 ადგილი. დევიდ ჰილბერტი, გერმანელი მათემატიკოსი და ფილოსოფოსი. ის ცნობილია თავისი 23 მათემატიკური პრობლემით. ამ პრობლემებმა მათემატიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. მე-6 ადგილი. სრინივასა რამანუჯანი, თვითნასწავლი გენიოსი ინდოეთიდან, რომელმაც შექმნა უამრავი ფორმულა ისე, რომ წარსულში დამტკიცებულ თითქმის არც ერთ თეორემასთან წვდომა არ ჰქონია. მე-5 ადგილი. ევკლიდე, ძველი ბერძენი მათემატიკოსი, გეომეტრიის მამა. მის პოსტულატებს დღესაც ვიყენებთ. მე-4 ადგილი. ისააკ ნიუტონი, ინგლისელი გენიოსი. ბევრი თქვენგანი მას მხოლოდ ფიზიკოსად იცნობს. თუმცა ის კალკულუსის ერთ-ერთი ფუძემდებელია ლეიბნიცთან ერთად. სწორედ გოტფრიდ ვილჰელმ ლეიბნიცია ამ ათეულის მესამე ნომერი, გერმანელი ფილოსოფოსი, დიპლომატი და მათემატიკოსი. მან ნიუტონისგან დამოუკიდებლად შექმნა კალკულუსი. მან ასევე გამოიგონა ორობითი სისტემა, რის გარეშეც კომპიუტერი არ იარსებებდა. მეორე ადგილი მათემატიკის პრინცს, გერმანელ კარლ ფრიდრიხ გაუსს ეკუთვნის. მას ბავშვობიდანვე ეტყობოდა, რომ გენიოსი იყო. 8 წლის ასაკში წამებში შეასრულა მათემატიკის მასწავლებლის დავალება. შეკრიბა 1-დან 100-მდე ყველა რიცხვი, გამოიგონა რა ფორმულა ამისთვის. მისი ნაშრომი რიცხვთა თეორიის შედევრია. ის ასევე იყო კარგი ასტრონომი. და პირველი ადგილი ლეონარდ ოილერი, შვეიცარიელი გენიოსი. მისი მასწავლებელი იყო იოჰან ბერნული. 19 წლის ასაკში მან წარადგინა ნაშრომი ხმის გავრცელების შესახებ და 20 წლისამ პარიზის აკადემიის პრიზი მოიპოვა. მისი კარიერის უმეტესი ნაწილი სანქტ-პეტერბურგსა და ბერლინში გაატარა. სიცოცხლის ბოლოს სრულიად დაბრმავდა, თუმცა ამას მუშაობაში ხელი არ შეუშლია. ის უბრალოდ თავის აზრებს სხვებს კარნახობდა. ოილერის წვლილი მათემატიკასა და ფიზიკაში კოლოსალურია. მის სახელს უკავშირდება უამრავი მათემატიკური სიმბოლო, როგორებიცაა π წრის სიგრძის შეფარდება დიამეტრთან, ნატურალური ლოგარითმის ფუძე, კომპლექსური რიცხვი, ფესვი -1-დან, ფუნქციის აღნიშვნა f-ით, ჯამის აღნიშვნა. მის სახელს უკავშირდება ასევე ალბათ მათემატიკის ისტორიაში ყველაზე ლამაზი ფორმულა, რომელიც 5 ყველაზე მნიშვნელოვან მათემატიკურ კონსტანტას აკავშირებს. ოილერი ითვლება გრაფთა თეორიის ფუძემდებლად. მისი ნაშრომი კინგსბერგის 7 ხიდის პრობლემაზე გახდა ამ დარგის ამოსავალი წერტილი. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათანალიზში, რიცხვთა თეორიაში, ჰიდროდინამიკაში, მექანიკაში, ოპტიკასა და ასტრონომიაში.